სახელითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო დედანო, ძმანო და დანო, გადმლო დიდი მარხვის სამმა დღემ. პირველ შეწირული ლიტურგია აღესრულა და ვეზიარებით ქრისტეს წმინდა სისსა და ხორცს. ჟამი ესე დიდი მარხვისა არის ჟამი სინანულის. როგორ შეიძლება ჩვენ ეს სიტყვა, ეს სინანული გავაცნობიეროთ და განვახორციელოთ ჩვენს ცხოვრებაში. წმინდა მამები ბრძანებენ, რომ სინანული არის, ჭეშმარიტი სინანული არის აღიარება ცოდვისა და განდგომა ცოდვისაგან და ცხოვრების შეცვლა. აქ არის რამოდენიმე ეტაპი, როგორც ხედავთ, ანუ აღიარება ცოდვისა, განდგომა ცოდვისაგან და ცხოვრების შეცვლა. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ზუსტად ამაზე, რომელ ეტაპზე ვართ ჩვენ. აღიარების ეტაპზე, ცოდვისაგან განშორების და შემდგომ უკვე ცხოვრების წესის შეცვლის ეტაპზე თუ ვართ. თუ ჩვენ რომელიმე ეტაპზე მაინც ვიმყოფებით და ღმერთს ვთხოვთ, უფალო, შემწე ვეყავ მე სინანულის გზაზე, შემწე ვეყავ მე გზაზე, რომელიც შენთან დამაახლოვებს, ღვთის შეწევნაც დიდი და ყოველთვის იქნება. და აი ამგვარად დიდი მარხვის დღეები ეს არ არის მხოლოდ საკვებზე უარის თქმა, რაღაც ჩვენ კონცენტრირებას ვაკეთებთ ამაზე, ეს არ შევჭამო, ეს არ, ასე ვთქვათ, მივიღო რომელივე საქმეები ამა თუ იმ სახის. ჩვენ კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე და აი რა ეტაპზე ვიმყოფებით. ქრისტესთან ურთიერთობაში, საკუთარი სულის მიმართებაში. და ამგვარად გამლოთ ეს დღეები. ამისათვის ვჭირდება ჩვენ ლოცვაც, ამისათვის ვჭირდება ჩვენ მარხვაც, რომ უკეთესად დავინახოთ საკუთარი თავი, უკეთესად გავაცნობიეროთ ესა თუ ის თვისება, ჩვევა, ვნება, რომელიც ჩემში მოქმედებს და დავიწყო პირველ რიგში აღიარებიდან. რამე თუ ბრძანებს ღირსი ისაკ ასური, ის იმან ვინც დაინახა საკუთარი თავი, უკეთესია მათზე, ვინც ანგელოზებს ესაუბრებაო. საკუთარი თავის დანახვა, ძვირფასო ძმანო და დანო, ღვთის წინაშე. აი ეს არის სინანულის
პირველი ნაბიჯები. ეს არის საკუთარ თავზე მაღლა დადგომა. ზუსტად რასაც დღეს ხშირად იტყვიან, კრიტიკული იყავი საკუთარი თავის მიმართ. კრიტიკულობა საკუთარი თავის მიმართ მხოლოდ იმ ხრივ აფასებენ, რომ რაღაცა მე შემიძლია თუ არ შემიძლია. რამე საქმიანობაში, რომელიღაც მიღწევაში და მინდა ასეთი მაგალითი მოვიყვანო. დღეს ძალიან პოპულარულია ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სახის დიეტა და წონის დაკლება. და ამაში ადამიანი ძალიან დიდ ენერგიას დებს და ძალისხმევას და ნებისყოფასაც გამოიჩენს, ისავჭამო, ესავჭამო, ექიმა ეს მითხრა, ეს მითხრა. ასე უნდა, ამ დროს უნდა ვჭამო, იმ დროს უნდა ვჭამო. როგორც კი მარხვას შეეხება, ხელათვე იწყებს. აი, ჩემთვის ეს არ არის რეკომენდირებული. აი, ამან შეიძლება ასე მაწყინოს, ამან ისე მაწყინოს. ეს სულიერი ბრძოლაა ძვირფასო ძვანო და დანო, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ თუ დიეტა, ასე ვთქვათ, ხორციელად ადამიანს არგებს, მარხვა არგებს ხორციელადაც და სულიერადაც. და ჩვენ კი გვეშინია, შეშინებულები უდგებით. ამიტომაც აი ეს ბრძოლა ყოველთვის იქნება ძვირფასო ძვანო და დანო, მინდა გითხრათ. ეკლესია ამავტყოფ ადამიანებს იწყნარებს, თქვენ იცით ძალიან კარგად და ლოცვა-კურთხევით ისინი მიიღებენ ამა თუ იმ საკვებს, რომ მარხვის პერიოდში, რომელიც არ არის სამარხო. მაგრამ თავს იკაებენ ნუგბარებზე, სასუსნავებზე. შეიძლება ხაჭო იყოს შენთვის საჭირო, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ხაჭაპური ჭამო. თუ მოძღვარმა შენ დაგრთო ხაჭოს ჭამა, არ ნიშნავს, რომ ხაჭაპური ჭამო. თუ მოძღვარმა დაგრთო შენ და საჭიროებას წარმოადგენს შენთვის კვერცხის მიღება თუ ხორცის, არ არის საჭირო, რომ წვადი მიირთვა, ესე იგი. და გოგლი-მოგლი ჭამო, ესე იგი, კვერცხით. ამიტომაც აი ამ თავშეკავებას აქვს აზრით ძვირფასო ძვანო და დანო. თავშეკავებას, რომელსაც ჩვენ თვითონვე ღვთის სიტყვის მიხედვით, დედა ეკლესიის სწავლების მიხედვით ჩვენ შეუდგებით. ამიტომაც ვცადოთ, რომ ამგვარი იყოს ჩვენი მარხვა, პირველ რიგში საკუთარი თავის დანახვა, ჩვენი ცოდვის აღიარება და ჩვენი ნების ძალისხმევით თავშეკავება. და თავშეკავება პირველ რიგში აი მე მინდა გითხრათ აი მაგალითად
დიდი მარხვის პერიოდში მე ტელევიზორს საერთოდ არ უყურებდი. წლების მანძილზე ასე ვაკეთებდი, თქვათ, არც ახალ ამბებს, არაფერს, თქვათ, არა. ამაზე ვამბობდი უარს. ესეთი რომ არ ყოფილიყო, თქვათ, რაღაცა გაფანტვა გონებისა და ესეთი, ვიტყვიან, აღელვება სულისა, რომელსაც ჩვენ მიჩვეულები ვარ და არც კი გვეჩვენება, რომ არაფერი არ არის და ის მოდით სცადეთ თქვენც. სცადეთ რაღაცის, ასე ვთქვათ, უარის თქმა, აი ესეთი სახით. რაც თქვენს თვალსა და ყურს დაიცავს. ღმერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და ღმერთმა ყველას მოგმადლოს მარხვის დღეები სასიკეთოდ სულისა და აღდგომის სიხარული მოგვანიჭოს უფალმა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.